საქართველოში, საქართველოს ისტორიაში, ესე იგი 6 და 7 დეკემბერს პირველად ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს, აი 6 და 7 დეკემბერს UC მასის საერთაშორისო კონკურსს და მსოფლიო ჩემპიონატს, რომელშიც მინდა აღვნიშნო, რომ 80 სხვადასხვა ქვეყნიდან 1500-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, რომლებიც იღებენ ამაში მონაწილეობას, არამედ ზოგადად ალბათ საქართველოს განათლების სფეროსთვის, ასე ვთქვათ. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ გასულ წლის დეკემბერში ასევე ისტორიაში პირველად ჩვენმა მოსწავლეებმა მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და ჯონი გაგიკვირდება და პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. აი ასეთი წარმატებას მიაღწიეს. დიახ, დღეს საუბრობთ, როგორც უკვე მიხვდით, მენტალურ არითმეტიკაზე და საუბრობთ, რა თქმა უნდა, ამ თემაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად, რომლებსაც სიამოვნებით მივესალმებით და წარმოგიდგენთ, ეს გახლავთ, ესე იგი, საჰარ ჰარბი, US მასის საქართველოს ეროვნული ფრანჩაიზის მფლობელი და მათე კობიაშვილი წინა წლის გამარჯვებული. მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ დილიდან ჩვენთან ხართ და აი ასეთ არაჩვეულებრივ და ნიჭიერ ბავშვებს გვაცნობთ და სარგებლობ შემთხვევით და პირველი შეკითხვა მინდა ჩვენ სტუმრებს დაუსვა, გვაპატიეთ ჩვენ, ვინც ეს არ ვიცით, მეც და ჩვენ მაყურებელსაც, რას ნიშნავს მენტალური არითმეტიკა? შეიძლება მე გავცე პასუხი? მათეს უნდა რომ გაგვცეს პასუხი სიამოვნებით. ანუ მენტალური არითმეტიკა, ანუ როდესაც დაიწყებს სწავლას, ჯერ გაძლევენ, ანუ სათვლელ ხელსაწყოს, რომელსაც ქვია აბაკუსი, ანუ ნარდის სათვლელი, ანუ ხო გინახავთ რაღაც მაგვარია და მაგით გასწავლიან თვლას, რიცხვების აღებას მასზე და ასევე რაღაც ფორმულებს, რომელიც გამოგადგება შემდეგ უფრო რთული მაგალითების გამოთვლაში და შემდეგ მეორე, მესამე დონეზე როდესაც გადადიხარ, მე გასწავლიან როგორ წარმოიდგინო ეს მოწყობილობა თითქოს ჩვენს წინ არის, ანუ წარმოსახვაში და აბაკუსი ინგლისურად ნიშნავს სანგარიშო, ხო? ჩვეულებრივ ჩვენ ბუღალტრებს რო ქონდა და ეგ არის. კი ბატონო. კი და როდესაც ისწავლი ამას შემდეგ, ანუ თან ფორმულებითაც წარმოიდგენ, ანუ რა ციფრები არის ჩვენს წინ და ანუ ამ ბოლო დროს მეც შემომჩნია, ანუ რამე რიცხვზე თუ ვფიქრობ, ანუ აბაკუსზე ვიღებ და არა ან ნორმალურ მათემატიკას არ ვიყენებ. გასაგებია. რატომაც ანუ აღარც წარმომიდგენია როგორი იქნებოდა ანუ ნორმალურ მათემატიკით ანგარიში ამ ბოლო დროს. ანუ 3 წელი რო დავდივარ აბაკუსზე. ძალიან შემიცვალ ცხოვრება. გასაგებია, მათე ძალიან დიდი მადლობა, დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. აი მათემ უფრო პრაქტიკული სახე გვანახა, ხო? აი მენტალური არითმეტიკის ახლა ჩვენ ვისაუბროთ ქალბატონო საჰარ მნიშვნელობაზე. რას ნიშნავს ზოგადად ბავშვის განვითარებისთვის, ხო? ალბათ ესეც საინტერესოა მენტალური არითმეტიკა. First of all, thank you. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის. მინდა გაგიზიაროთ, რომ UC-მასი სოფლიოს ჩამოიყვანს საქართველოში 2025 წელს, როგორც უკვე აღინიშნა, ამიტომ ეს არის გლობალური საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც წარმოდგენილია 80-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით და ბავშვებს 4-დან 14 წლის ასაკამდე აძლიერებს გონებრივი არითმეტიკის, კონცენტრაციის და ინსპირაციის თვალსაზრისით და ისტორია 30 წელზე მეც მოიცავს უკვე, რომელიც UC-მასი აღიარებული არის მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი უნივერსიტეტების მიერ, როგორც არის ჰარვარდი, სტენფორდი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, სან-დიეგო, მასაჩუსეტსი და ეს კვლევები ადასტურებს და ამტკიცებს, რომ UC-მასი არის პროგრამა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს და გაუმჯობესებს მათ კოგნიტურ უნარებს, როგორც არის მაგალითად მეხსიერება, ყურადღება, აღქმა, თავდაჯერებულობა და მსჯელობა, როგორც ხედავთ, ჩვენი სტუდენტი მათი არის ამის კარგი მაგალითი. ამიტომ ყველა ამ წლების განმავლობაში UC-მასი ოპერირებს 80-ზე მეტ ქვეყანაში და 2018 წლიდან მე ეს პროგრამა საქართველოში შემოვიტანე და უკვე 2023 წელს რუმინეთში. საჰარ, მომავალ წელს საქართველო იქნება მასპინძელი მსოფლიო ჩემპიონატისა. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? რას მისცემს ეს ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ახალგაზრდებს?
პირველ რიგში ეს არის პირველი შემთხვევა კავკასიის რეგიონში, როდესაც საქართველოს როგორც ქვეყანა უმასპინძლებს UCMAS-ის საერთაშორისო ჩემპიონატს და მსოფლიო თასს 2025-ს და ეს არის გლობალურად აღიარებული და ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელშიც შეუძლიათ სტუდენტებს მონაწილეობის მიღება, იქნება ეს ქართველი სტუდენტები თუ საერთაშორისო ასპარეზიდან და მინდა გაგიზიაროთ განათლების სამინისტროს, ტურიზმის სამინისტროს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს არ არის უბრალოდ კონკურსი, ეს არის როგორც წესი კულტურის გაცვლის აღნიშვნა, ასევე შთაგონების წყარო და ინოვაციის წყარო ამ ქვეყნისთვის. ამიტომ ჯერა, რომ ასეთი ჩემპიონატები და კონკურსები გაუმჯობესებს და გააძლიერებს საქართველოს სტატუსს და აიყვანს შემდეგ ეტაპზე და დონეზე, რომ ეს შეიძლება იყოს საგანმანათლებლო ჰაბი როგორც ქვეყანამ. მათესთან მექნება შეკითხვა ასეთი, როგორ დაუკავშირდით თქვენ მენტალურ არითმეტიკას, აი როგორ მოხდა გაცნობა თქვენი და აი ამ სფეროსი? რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამითი დაკავდეთ? მე ახლა რა თქმა უნდა პირველად დედაჩემმა დამარეგისტრირა და არ ვიცოდი რა იყო, მაგრამ პირველად ატარებდნენ მასტერკლასს თელავში. თელავში ცოტა მოგვიანებით შემოვიდა, ჯერ თბილისში იყო და შემდეგ გავრცელდა რეგიონებში. მასტერკლასები ჩაატარეს და შემდეგ ბავშვს თუ მოუნდებოდა, შემდეგ ჩაწერდნენ ამ გაკვეთილებზე და გაძლიერდებოდნენ მათემატიკაში. არა მარტო მათემატიკაში, არამედ კონცენტრირებას გიძლიერდება, ასევე როგორ თქვა თავდაჯერებულობა და ანუ ისეთ რაღაცებს აქცევ ყურადღებას, რომელსაც არ მიაქცევდი წარსულში. და მე რომ მასტერკლასები ვნახე, ძალიან მომეწონა. ამიტომაც დედაჩემმა დამერეგისტრირა და ეხლა აქ ვარ. ძალიან კარგი, რაც მისასალმებელია. ჩვეულებრივი პასუხი. ქალბატონო საჰარ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მენტალური არითმეტიკა შეიძლება შევადაროთ დაუშვათ ცურვას. ანუ აი ერთხელ რომ ვისწავლით ცურვას, რაღაც აი მთელი ცხოვრება, ხო აღარ დაგვავიწყდება ცურვა და ესე ვცურვათ. აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამას როდესაც დავისწავლით აი ასეთი გამოთვლების სისტემას, ეს მთელი ცხოვრება გვაქვს და უკვე ვიყენებთ ამას პრაქტიკაში. პირველ რიგში თუ შეიძლება აღვნიშნავ, რომ UCMAS ეს არ არის მხოლოდ მენტალური არითმეტიკის პროგრამა, ეს არის ტვინის განვითარების პროგრამა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ ნამდვილად მიიღონ ეს ყველა სარგებელი, რაც არის კონცენტრაციის მიმართულებით გაუმჯობესონ საკუთარი კონცენტრაციის უნარები, ასევე გაუმჯობესონ მეხსიერება, დამახსოვრების უნარები, მეტი ყურადღების მიქცევა შეეძლოთ. ამიტომ ეს არის კვლევა, რომელზეც საუბრობდით და ახსენებდით, კი ბატონო, ეს არის ცხოვრების მანძილზე განგრძობადი უნარი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გავყვება და ჩვენი საერთაშორისო ჩემპიონატი, როდესაც მონაწილეობა მივიღეთ ნიუ-დელიში პირველ ჯერზე ვნახეთ მოსწავლეები, სტუდენტები, რომლებიც 20 წლის იყვნენ და მაინც მონაწილეობდნენ ასეთ შეჯიბრებაში და კონკურსში და ეს მართალია 14 წლამდე არის, მაგრამ მაინც ვარჯიშობენ და აგრძელებენ და ასეთ კონკურსებში იღებენ მონაწილეობას. ამიტომ ეს არის ნამდვილად ცხოვრების მანძილზე განგრძობადი უნარი, თუ მაგალითად ველოსიპედის სწავლას, ველოსიპედის წარებას ისწავლით. ცოტა ხნით შეიძლება დაგავიწყეთ, მაგრამ თუ პრაქტიკას დაუბრუნდებით და კიდევ ერთხელ გამოცდით, ისევ შეგიძლიათ რომ მართოთ. ხო, ამიტომ ამ შემთხვევაში ეს არის ინკლუზიური პროცესი, სადაც ნეიროსავარჯიშოები გვაქვს ჩართული და ამაზე ფოკუსირება არის მთავარი და ეს ყველა ტექნოლოგიური ხელსაწყოები, რაც არსებობს, ნეიროსავარჯიშოები, როგორც წესი არის იმისთვის, რომ გაუმჯობესოს და განავითაროს ბავშვების უნარები, არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ სხვადასხვა მიმართულებით. რამდენად შეუძლიათ ეს მეთოდი აითვისონ ცოტა უფრო ასაკში მყოფმა ადამიანებმა? ხო, საინტერესოა. ძალიან დამაინტერესა. აი მე შემიძლია ავითვისო ან ჯონიმ. იმის გამო, რომ ტვინი სტატისტიკურად განვითარებას ასრულებს დაახლოებით 14 წლის ასაკში, ეს არის სამედიცინო კვლევების მიხედვით, თუმცა ჩვენი მხრიდან ჩვენ კიდევ ერთხელ ამ ტვინის აქტივობას, რომელსაც უწოდებთ, ტვინის სპორტ დარბაზი, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ ჩვენი სხეული ჯანსაღი იყოს, უნდა ვავარჯიშოთ, მაგრამ ასევე უნდა ვავარჯიშოთ ჩვენი ტვინი, იმისთვის, რომ მზად იყოს, ამიტომ კი უფროსი ასაკის წარმომადგენლებისთვის თუ მაგალითად ბევრი რაღაცის
დავიწყება შეიმჩნევა და ანუ რთულია რაღაცის დამახსოვრება და გამოწვევა ამ შემთხვევაში ესე ვთქვათ ტვინის სავარჯიშოს მიმართულებით ვიფიქრებთ და შეიძლება ძალიან კარგი იდეაა და ეს შეიძლება მომავალში გავითვალისწინოთ. და ბოლოს ალბათ ხო ჩემი და შენი ნამდვილად. და ბოლოს ალბათ უკვე ანუ უნდა დავასრულოთ, რადგან დრო ცოტა გვაქვს როგორც ყოველთვის და მოდით ბოლოს ვთქვათ, ვის შეუძლია რომ მიიღოს ამ კონკურსში მონაწილეობა, როგორ ხდება რეგისტრაცია და კონკურსზე ხო მე და ჯონი ვერ მივიღებ მონაწილეობას. So for two inspiring days, ამ ორი შთამაგონებელი დღის განმავლობაში 6 და 7 დეკემბერი სეულის უნივერსიტეტი, რომელიც არის ჩვენი მთავარი პარტნიორი, 1500-ზე მეტ სტუდენტს უმასპინძლებს და ამ სტუდენტების გარდა ასევე იქნებიან ქართველი სტუდენტებიც მონაწილეები და UCMAS ყველა ძველი მონაწილეს და ახალი მონაწილეს ექნებათ უფლება და საშუალება რომ მონაწილეობა მიიღონ ამ შეჯიბრში. ეს არის მხოლოდ UCMAS საქართველოსთვის ექსკლუზიური მოსწავლეებისთვის და ასეთი როგორც წესი ორი დღის განმავლობაში შეიძლება გქონდეს საერთაშორისო მედიისგანაც გაშუქება, ასევე ეროვნული მედიისგან გაშუქება, რომ ასეთი ღონისძიებები იქნას გაშუქებული და დაფარული. ამიტომ ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ გვინდა რომ ცნობიერება ავამაღლოთ და ჩვენი ძველი და ახალი სტუდენტები გვინდა რომ ამ ყველაფრის ნაწილი იყვნენ. ეს არის მხოლოდ კონკურსი ან შეჯიბრი, ეს არის ის რომ ვიამაყოთ და წარმოაჩინოთ საკუთარი ქვეყანა, რისი გაკეთება შეუძლიათ. ეს არის ის თავდაჯერებულობა, რასაც მიიღებენ, ასევე ის ცნობადობა და ასევე რა თქმა უნდა ეს კარგი მეხსიერება, დაუვიწყარი მეხსიერება, ნებისმიერი ეტაპი, რასაც მიაღწევენ, ასე ვთქვათ, ან თასი, ეს არის მეხსიერება და მოგონება ამ ღონისძიებიდან. ძალიან დიდი მადლობა, მათე წარმატებას გისურვებ აი ამ გზაზე, რომელიც აირჩია, ალბათ უკვე მაგალითიც ხარ სხვა ბავშვებისთვის, ხო, რომლებმაც ჯერ ვერ გადაწყვიტეს, მაგრამ აი ახლა შენ რომ დაგინახავენ, აი ამ არაჩვეულებრივი ჯილდოებით, ხო, რასაკვირველია, მოუნდებათ ალბათ რომ ჩაერთონ აი ამ ამბავში და მე მინდა ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ, რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა მოგზაურობისთვის.